მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს ხუთშაბათი 6:09 და პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. პირველ რიგში ქრისტე აღდგა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ ბრწყინვალე დღესასწაული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ აღდგომის შემდეგ ქვეყანას რაღაცა ეშველება, ასე ვთქვათ და ის მადლი, რომელიც გადმოდის საქართველოზე, ცოტა მაინც იმ პოლიტიკოსებშიც გაერევა, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეში დგანან და ნაკლებ სისულელეს დაუშვებენ. თუმცა ამ თემაზე ჩვენ ამ გადაცემაში მოგვიწევს საუბარი. თქვენ შეგიძლიათ როგორც ყოველთვის დაარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრები ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ეგ შეიძლება არ ეხებოდეს იმ კონკრეტულ საკითხს, რაზედაც მე დავიწყებ საუბარს. შეიძლება ისეთი თემა იყოს, რომელიც თქვენ უფრო მეტად გაწუხებთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ პირდაპირ ეთერში და ვიკამათებთ, ვიმსჯალებთ, გავაანალიზებთ თქვენს ნათქვამს, ჩემს ნათქვამს და რა ვიცი, რაღაც კონსენსუსამდე დავალთ. თემა მინდა დავიწყო იმით, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეემსუბუქებინა ვიზები, ანუ გაიოლებინა საქართველოში შემოსვლა 17 ქვეყნისთვის. ამ ქვეყნებს შორის არიან ბანგლადეში, ავღანეთი, კონგო, რა ვიცი, ყველას ახლა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, არასტაბილური ქვეყნები, მოდით ასე დავარქვათ, არასტაბილური ქვეყნები, რომლიდანაც ძალიან ბევრი ტერორისტიც შემოდის. მე ხო ჩვენ ქვეყანას არ გულისხმობ ამ ეტაპზე, მაგრამ ზოგადად ევროპაში ძალიან ბევრი ტერორისტული ჯგუფი შევიდა, რითაც ევროპა უკმაყოფილოა, მაგრამ ეს მისი ბრალია თავის დროზე დაუშვა ტოლვილების შემოსვლა ევროკავშირის ზონაში და ვერ დააწესა ისეთი კონტროლი, რომლითაც მოხდებოდა სრული გაფილტრა იმ ტოლვილების, რომლებიც შემოდიოდნენ. და ეს რომ ვერ გააკეთეს და ამის შესაძლებლობა რომ არ ქონდა ევროპას, ეს დაინახა უნგრეთმა და საერთოდ ჩაკეტა საზღვრები თავის დროზე. რითაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, უფრო გააძლიერა საკუთარი ერიც და ქვეყანაც და უფრო მეტად სტაბილური გახადა საკუთარი ტერიტორია. ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საუბარი მიდის, რომ იმ 17 ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში მათ გაუადვილდებათ შემოსვლა. ისმის კითხვა, ჩვენს ქვეყანას ეს წაადგება თუ პირიქით ჩვენ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით. ზარია ეთერში. გავაგრძელებთ საუბარს ზარის შემდეგ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ, თქვენ ხართ ეთერში. ბატონო, ასეთ მე მოვესმინე ამასკინათ ორი წელი გესვით ჩემი? დიახ, მესმის ისაუბრეთ. ორი წელი მოვესმინე, რომ ასე უბრალო ადამიანია, რაღაც უბრალო ადამიანია, არ ხარხენა გარკარი. ხომ შეიძლება რამე თავშესაფარი მიგოს? ვერ გავიგე რას ამბობთ? უბრალო ადამიანი ვარ და უმაღლესი განათლება მაქვს, არ მაქვს არაფერი, არ სახკარი და ხომ არ შეიძლება რამე პატარა თავშესაფარი მიგოს? მე როგორ უნდა შევძლო ეს უნდა ამის შესახებ უნდა მიმართოთ გამგეობას იმ რაიონში, სადაც ჩაწერილი იყავით. მიმართეთ ხელისუფლებას. მე როგორ შეიძლება რაღაც თავშესაფარი მოგიძებნოთ, კითხვაც ცოტა ჩემს გაუგებარი იყო. ზარია ეთერში შემოუშვით. გაითიშა. კეთილი. ანუ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. როგორ ფიქრობთ, რამდენად წაადგება ეს ჩვენს ქვეყანას ან რამდენად შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას? ხელისუფლება
ამბობს, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ მოიზიდონ ტურისტები. ეხლა დააკვირდეთ, ესე იგი, ჩვენთან შემოვა, კიდე ზარია ეთერში, შემოუშვით. ალო, დიახ, გისმენთ. ალო, გისმენთ. გამარჯობა. აღდგა. ჭეშმარიტად აღსდგა, მოგესალმებით, ისაუბრეთ. შემოკარგო ადამიანო. დიახ. მე მაინტერესებს ერთი რამე, თქვენთვის არ იყოს. რას გვეძლებენ მაგ ქვეყნიდან შემოსულები? რაში მჭირდებიან, რას წარმოადგენენ, ვინ არიან საერთოდ? რაში მჭირდებიან? უნდა გამკაცრდეს კანონი, ახლა კი არა, აქამდე უნდა გამკაცრებულიყო. უნგრელები ჭკვიანი ხალხია და ჭკვიანი მთავრობაც ხალხი. როდესაც ევროპა თავი გაიგიჟა არაბულ სამყაროზე და როდესაც ამერიკამ არაბული სამყარო კრაზანების ბუდე დაანგრია, რა მიიღო მაგით ევროპას ან ამერიკას? გაუნგრიეს ის წყუპები და 1000 ტერაქტი და 1000 ოხრობა მოხდა. მე თქვენ გაზრდევთ, ჩემო კარგო. უნდა ჩაიკეტო ჩვენი საზღვრები ყველა მაგალაირი მასწავლებელი. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ზარისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. აქ საქმე რაშია, მე არ მინდა რომ ვინმე მიფიქროს, რომ თქვათ მე ან ზოგიერთი მაყურებელი რომელიც რეკავს, ან შოვინისტები ვართ, ან ქსენოფობები ვართ. არა, ნამდვილად არა. არასოდეს არ ვყოფილ ვარ და ბუნებრივია არც ახლა გავხვდები, არც ქსენოფობი, არც შოვინისტი, მაგრამ ყოველთვის არსებობს ზღვარი. აი ამ ზღვარს არ უნდა გავწდეთ. ეს არის მთავარი, რომ რაღაც ჩარჩოებს გაღმა არ გავიდეთ. ვიაროთ ერთი მიმართულებით და დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის და სამწუხაროდ დღეს ჩვენ ამ წესს უკვე ბევრჯერ ავწდით. ზარი ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხარ. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ამის წინა გამომცვალ ბატონს მინდა მიმართო. პატრიოტთა ალიანს როსტხო თავშესაფარს არჩევნებზე რომ ფულებს იტენი ჯიბერში. აი მაგას მოსთხოვე თავშესაფარი. და თავშესაფარი თუ გინდა, აი აირჩიეთ ბატონი, დავით ხახალმოურავი და აი მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. არ გესმით, რას თხოვთ ამ კაცს? არის ხელისუფლება. აქ კარგად ძანდებოდეთ, მომოკლედ და კონკრეტულად. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის და მხარდაჭერისთვის. თუმცა ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ამ ბატონს ფული არ აუღია, მაგრამ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში. კეთილი. ესე იგი, ჩვენი ხელისუფლება რას გვეუბნება? გვეუბნება შემდეგ რამეს, რომ ჩვენ კი ბატონო, კარგით. კიდე ზარია, მე გავაგზავნებ ზარის შემდეგ. გისმენთ, ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ჭეშმარიტად აღსდგა. იცით რა მაინტერესებს? ძალიან კმაყოფილი ვარ ჯანდაცვის პროგრამით. ოპერაციას გაიკეთებ უპრობლემოდ და გადაგარჩენე. მაგრამ რო გამოდიხარ სამანწყობოდან. და უამრავი წამალი რო გჭირდება და მოგეუნებიან რომ STO და ავერსიო 5-7%-იან მოგებაზე მუშაობენო. არა აქვს სახელმწიფოს უფლება რომ ზღვარი დააწესოს. და მაგრამ წამალი სჭირდება პენსიონერს ძირითადად ღმერთმა დაიფაროს ახალგაზრდები. ქალბატონო, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება აქვს, სახელმწიფოს ასევე საშუალება აქვს, რომ მუნიციპალური აფთიაქები გახსნას. სადაც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს იმ კომერციულ აფთიაქებს, რომელსაც 500 და ზოგჯერ 1000%-იანიც ნამატი აქვს წამალზე. მაგრამ, ეს ისევ კითხვა ჩემთან არა, ისევ ხელისუფლებასთან, თორე პატრიოტთა ალიანს პროგრამაში უდევს პირდაპირ, როგორც მუნიციპალური კლინიკები, ასევე მუნიციპალური აფთიაქები, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. წამალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ყველა წარმოიდგინე ახლა პენსიონერი. ძირითადად წამალი ვის სჭირდება, ხო? ანუ ფაქტურად ხანში შესულ ადამიანებს, ახლა პატარა ბავშვებს და ახალგაზრდებს იშვიათად, ხო? აქედან გამომდინარე,
პენსიონერი ან ხანში შესული ადამიანი რითი ან როგორ ყიდულობს იმ წამალს, რომელზედაც 1000%-იანი ფასნამატია. იმას უჭირს, ის ვიღებს ვალს, Liberty Bank-ში აქვს პენსიები, იღებენ წინასწარ, თქვა 6 თვის პენსიას. მერე იხდიან იმ ხელა პროცენტს, რომ უკვე არც პენსია ყოფნით, არაფერ და ცალკე ვალებს იდებენ. ანუ ეს არის ჯადოსნური წრე, რომელსაც ვერ გაარღვევს ადამიანი და ჩვენ შევთავაზეთ ადამიანებს, რომ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, მუნიციპალური აფთიაქები, მუნიციპალური კლინიკები და ჩვენც გვინდა რომ დავამკვიდროთ ეს პრაქტიკა საქართველოში. ეს არ არის რაღაც სასწაული რამ, არა. ხელისუფლების, ანუ პოლიტიკური ნებაა საჭირო. თუ პოლიტიკური ნება იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოსწორდება. გაიცი შემაყურებელი. კი ბატონო, კარგით, გავაგრძელოთ ისევ ჩვენი საუბარი. ესე იგი, ხელისუფლება რას ამბობს, რომ აი თქვა ბანგლადეშიდან, ავღანეთიდან და სხვა კონგოდან, სომალიდან სომალის პირატები, მეკობრეები ყველამ ვიცით, ხო? ანუ ადამიანები შემოვლენ საქართველოში, თუ მათ ექნებათ ან ბინადრობის უფლება ბაჰრეინის, საუდის არაბეთის და ასე შემდეგ, ანუ იმ დიდი და ძლიერი ქვეყნების ან გრძელვადიანი ვიზები იმ ქვეყნების. ეხლა ისმის კითხვა, ჩვენ იმ ქვეყნებთან ისედაც გვაქვს კარგი ურთიერთობა და იმ ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ შემოვიდნენ საქართველოში გამარტივებული მეთოდით. იმ ქვეყნებზე მე არ ვსაუბრობ, ძლიერი ქვეყნებია, შემოდიან საქართველოში, რაღაც ინვესტიციას აბადებენ საქართველოში, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლიდანაც ბიზნესმენი არ ამგონია რომ ჩამოვიდეს საქართველოში ან ტურისტი ჩამოვა ადამიანი რომელიც მოინდომებს აქ დაფუძნდეს და დარჩეს იმიტომ რომ იქ მას ძალიან ცუდად აქვს საქმე მე ასე მგონია მე არ ვიცი ხო სომალიდან რომელი ბიზნესმენები ანუ საერთოდ არიან მან ბიზნესმენები ისეთები რომ მოინდომონ საქართველოში ჩამოსვლა და თუ კი ჯერ ერთი მეორედ ამ ბინადრობის, ამ ვიზის, ყალბი ვიზის გაკეთება კონკრეტული დაჯგუფებებისთვის, რომლებიც დაკავებულები არიან, თუნდაც იგივე ტერორიზმით, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ნებისმიერ საბუთებს დაამზადებენ და შემოვლენ აქ. მე უბრალოდ არ მესმის, ტურიზმზე ნამდვილად არ არის ეს ორიენტირებული. ჩვენთვის ტურიზმიც როგორ არის? ტურიზმზე შეიძლება იყოს რაღაც ორიენტირებული, მაგრამ ის ტურისტის ჩვენთვის უნდა იყოს საინტერესო. ყველანაირ საფრთხეს უნდა ავაცილოთ ჩვენი ქვეყანა. სამომავლო საფრთხესაც კი. მუსლიმანური ქვეყნებიდან ამდენი ადამიანი რომ შემოვიდეს საქართველოში. თქვენ თუ დააკვირდით თბილისელებზე მაქვს საუბარი ახლა. აი ხალხი დიდი ნაწილი ქართველების რომელიც ცხოვრობს თბილისში არის რეგიონებიდან და აღდგომაზე რეგიონებში რომ დაბრუნდნენ ძალიან მკვეთრად გამოჩნდა თბილისში ვინ არის ფაქტურად დარჩენილი და მე დავდიოდი ქუჩაში და ძალიან ბევრი უცხოელი მხვდებოდა და ის უცხოელი არც ევროპელი იყო არც რუსი არც უკრაინელი მიხვდეთ ახლა რა ვიზე მაქვს საუბარი და თქვენ წარმოედგინეთ დიდი ნაკადი კიდე რო შემოვიდეს მეორე მესამე მეოთხე ტალღა რამდენად ჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას აი ამ კითხვას ვაო ეს არ არის არც რიტორიკული კითხვა არც სარკაზმით არ უბრალოდ მინდა თქვენთან ვიმსჯელო ამ თემაზე ზარია ეთერში შემოუშვით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ გაითიშან დარეკავს კიდე დარეკავს მსმენელი ხო და ანუ ან არი ფიქრობთ რომ ვცდილობ ახლა ან ხელისუფლებას დავარტყა ან რაღაც ოპოზიციაში რო ვარ ჩვენ სულ ვაკრიტიკებთ ხელი არა ის რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას ჩვენი მხრიდან არასოდეს კრიტიკის ქვეშ არ მოქცეულა არასოდეს და თქვენ ასეთ ფაქტს ვერ დამისახელებთ მაგრამ ის რაც საეჭვოა კრიტიკის საგანი უნდა იყოს ზარია ეთერში შემოუშვით მოგესალმებით ბატონო გიორგი მოგესალმებით
ჭეშმარიტ დაღსდგა. ბატონო გიორგი, რა თემაზე თქვენ საუბრობთ? დიახ. ახლა იქ ჩამოდიან ძირითადად ჩვენ ჩამორჩენილი ქვეყნიდან და თუ ამით საქართველოში თუნდაც ძალიან ცოტა პროცენტი თუ ხეიროთ, კი ბატონო ჩამოვიდეს არა. ვინ რამის ჩამოდის ეს თუ გაუგებარია კონტროლდება თუ არა მათი საქმიანობა, ვინმე აკონტროლებს, ვინმე ახავს მაგ კონტროლზე. რამის ჩამოდიან რა განსხვავებული სუდის მოქმედია, სიკეთის მოქმედია, ეს თუ კონტროლდება, კი ბატონო ჩამოვიდეს. არა, ეს ვერ გაკონტროლდება. ევროპამ ვერ გააკონტროლა. მე ხო საუბარი რო დავიწყე, ამით დავიწყო. ევროპამაც ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას გაცილებით უფრო ძლიერი სპეცსამსახურები ყავს, უფრო მეტი შესაძლებლობა ტექნიკურიც და ყველანაირი, მაგრამ მან ვერ შეძლო გაკონტროლება. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ? და კიდე ერთი კითხვა მაქვს, ბატონო გიორგი, მიპასუხეთ. დიახ, გისმენთ. ბატონო გიორგი, რადგანაც მოახლებულია ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავი, თქვენ როგორც ჩემი აზრით თქვენი პოლიტიკოსი, თვლით თუ არა საჭიროდ, რომ საქართველოდან ჩავიდეს მოსკოვში იმ ოფიციალური პირი და მიიღოს მონაწილეობა ამ გრანდიოზულ გამარჯვების ღონისძიებაზე. რათა მომავალში რაღაცნაირად დაწეს ჩვენი ურთიერთობა, ამას ეს უფრო წაადგება თუ უფრო გააფუჭებს თქვენი აზრით ძალიან მაინტერესებს. მე თქვენ ხშირად გირეკავ და სხვადასხვა აფხაზეთიდან გირეკავ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს თემა. მე შემიძლია გიპასუხოთ ასეთნაირად. რა სიზავს ხელისუფლება? არ ვიცი. ხელისუფლებამ იმდენი რაღაც გააკეთა, რამაც გააღიზიანა ევროპაც და ამერიკაც, რომ ისეთი რამე რომ გააკეთოს, რაც პრინციპში მართლა გასაკეთებელია და ამ საქციელითაც რომ გააღიზიანოს კიდევ ერთხელ, მე მგონი არაფერი დააკლდება ჩვენს ხელისუფლებას. რაც შეეხება ზოგადად ჩემს აზრს ამ თემასთან დაკავშირებით, ხალხო, ჩვენ სწორად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. მე არაერთხელ მithქვამს, ბაბუა ჩემმა ორი ფეხი დაკარგა იმ დიდ სამამულო ომში. ეს მთელი ქვეყნის საქართველოს ომიც იყო. ეს იმ 15 რესპუბლიკის ომი იყო, ხო, ანუ საბჭოთა კავშირს ვინც ქმნიდა, ვიზანს იყო შექმნილი საბჭოთა კავშირი 15 რესპუბლიკიდან. ჩვენ საქართველოს 700,000 კაცი გაგზავნა იმ ომში. იმ პერიოდში წარმოიდგინეთ და 350-ზე მეტი დავკარგეთ ჩვენი ქართველები, ჩვენი მემამულეები იმ ომში, ჩვენ. როგორ ვინმეს თუ აქვს სათქმელი და ვინმეს თუ შეუძლია რომ თქვას, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას 9 მაისს და არ უნდა ვზეიმობდეთ ფაშიზმზე გამარჯვებას, თუ ვინმეს შეუძლია რომ ეს დაასაბუთოს, გარდა იმით რომ იცით რა არის, რა ქვია, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი რა შუაშია. ან ოკუპაცია რა შუაშია. მე ვზეიმობ ბაბუა ჩემის იმ გამარჯვებას, რომელიც მან მოიპოვა. და ასეთი იყო რამოდენიმე მილიონი და საქართველოსდან 350,000 კაცი. არ ვიზეიმოთ? თუ ბაბუა ჩემს უთხრა, იცი რა არის, შენ უთხრა რა ის დაღუპულია, მაგრამ საფლავზე მივიდე და ვთქვა, რომ იცი რა არის, ტყუილად გიბრძვია შენ, ტყუილად დაკარგე ორივე ფეხი. არ ღირდა. იმიტომ რომ თურმე დღეს ეს ყველაფერი არ ფასდება. დღევანდელი მეომრები, რომლებიც დღეს იბრძვიან, ხვალ შეიძლება ეს ომი გამტყუნდეს და გაამტყუნონ თუნდაც ქვეყანა, რომ თქვენ დაიწყეთ ომი. მეომარმა რა ქნას? მითხარით, ის ხო პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, ის იცავს თავის ქვეყანას, ის იბრძვის და იღუპება თავისი ქვეყნისთვის. არ უნდა დაუფასდეს? ის თუ პოლიტიკოსი შეცდა, თუ არ შეცდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ მეომარმა იბრძოლა და დაიღუპა. ეგ ერთი და მეორედ რა შეცნობა დაუშვით ჩვენ? თავდასხმა მოხდას საბჭოთა კავშირზე დაესხა გერმანია, ფაშისტური გერმანია. რა უნდა ეკნა საბჭოთა კავშირს? არ უნდა გაეცა პასუხი? რა თქმა უნდა გაეცა. ვამაყობთ იმით, მე მაგალითად ვამაყობ იმით, რომ ჩვენ გავეცით პასუხი და გავიმარჯვეთ იმ ომში. რასაკვირველია, მე ვამაყობ ბაბუა ჩემით, ვამაყობ ჩემი წინაპრებით და ყველამ თქვენც უნდა იამაყოთ.
და ამაში არაფერი სასირცხვილო არ არის. უნდა გავიდეთ კიდევ 9 მაისს ვაკის პარკში. თუ დარჩა კიდე ვეტერანი, ისიც არ ვიცი მე ახლა სტატისტიკა, თუ დარჩა ვეტერანი, უნდა შევხვდეთ, უნდა მიულოცოთ, უნდა დავეხმაროთ თუ რამე სჭირდებათ. აი ეს არის სწორი გზა. ზარია შემოუშვით. Hello, დიახ, გისმენთ. გამარჯობა ზოლონ გიორგი. მოგესალმებით. რას ქვია ჩავიდეთ? არ ჩავიდეთ, თავრობა უნდა მომაღლეს დონის ხალხი უნდა ჩავიდნენ იქა. ეს ომი მოიგო ქართველებმა. ქართველებმა მოიგეს ეს ომი. და რუსეთი დატოვეს კავის რუსეთიდან ატომურ რუსეთამდე. რუსეთი ქართველმა კაცმა აღორძინა. რა ქვია ჩავიდეთ? ნახევარი ჩვენი 750-დან 350-ზე მეტი დაიღუპა. ყველაზე მეტი რესპუბლიკებს შორის ხალხი ჩვენ დაუღუპეთ. ჩვენ დავკარგეთ. დიახ. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. ისევ დაუბრუნდეთ ძირითად თემას. რამდენად, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუქმნის ჩვენს ქვეყანას საფრთხეს ამ ქვეყნებიდან, რომელიც უკვე დავასახელეთ 17 ქვეყანა, ამ ქვეყნებიდან, როდესაც წამოვა დიდი ტურისტების, რა ვიცი, რა გითხრათ, ტურისტების არ ამგონია. ნუ დავარქვათ ტურისტების დიდი ნაკადი. შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ჩვენს ქვეყანას. იმ ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადს გულისხმობ. ზარია ეთერში. გამარჯობა ბოთონი. მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა გაუქმდეს გონიოში 60 მილიარდიანი რო არის ინვესტიცია და ეს კიდე უნდა გააუქმონ აუცილებლად. რა საჭიროა ამდენი ტურისტი, ვისაც უნდა ისედაც შემოვა. არ უნდა ეს საზღვრები უნდა ჩავკეტოთ ჩვენ. 60 მილიარდიანი არ არის, 6 მილიარდიანია. თუ 6 მილიარდიანი ხო ბოძიში. აი უნდა დაიკეტოს ეგაცა და ესაცა. საზღვრებიც უნდა ჩავკეტოთ. მადლობა გენაცოლი. მადლობა ლაპარაკობს, მაგრამ გვისმენს ვინმე? კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, მადლობა თქვენი აზრებისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის. რაც შეეხება ჩაკეტვას, მე არ ამგონია, რომ ჩაკეტვის პოლიტიკა ქვეყანას შველოდეს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა დავახარისხოთ პრიორიტეტები. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ტურისტის წინააღმდეგი არა ვართ, არც ქსენოფობები ვართ, არც შოვინისტები ვართ, უბრალოდ ის ტურისტიც, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ქვეყნისთვის საინტერესო უნდა იყოს. ანუ ის სარგებელი, რა სარგებელიც მოაქვს ტურიზმს, იმ სარგებლით უნდა შემოდიოდეს. ზარია ეთერში. გამარჯობა. მოგესალმებით. ქრისტი აღდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. და რა უნდა უცბად მოასწარით საუბარ. 9 მაისს ნამდვილად უნდა ჩატარდეს ბატონო გიორგი, იცით რატო? ჩემ პატარა სოფელში 20 ვინტი თვითმფრინავის ვინტები, აი ხაშურის საინტერვა და 27 წლის პაპა და 50 კაცი წავიდნენ ომში, რომელიც დასაფლავებულები არიან ქერჩში. ეხლა რო უყურებ უკრაინის ომს, იცით როგორ გული მწყდება? რამდენი ქართველია ჩემი მეზობელი წავიდა, იმდენი ქართველების საფლავებია, აი მენანება ის უკრაინა რო იძლევა, ხო ერთად ვიყავით არა? ძალიან გული მწყია, აი ომს რო უყურებ მას. უნდა ჩატარდეს 9 მაისი, ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს ეს დღე. დიახ, გეთანხმებით. დიდი მადლობა ზარისთვის, გეთანხმებით. საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში გამარჯვების დღის ასეთი პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს, ეს არის აბსურდი. გამარჯვების დღეა, ის რაც მოხდა, ის რაც ხდება, დღეს ხდება და ერთმანეთში არ უნდა აურიოთ წარსულიც და აწმყო. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ გმირებს ვერ ეტყვი, რომ შენ იცი რა არის, დღეს რუსეთი არ მომწონს და რადგან რუსეთი აკეთებს ამ 9 მაისს გამარჯვების დღესასწაულს და ატარებს ამ აღლუმს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
ჩვენ მონაწილეობას რუსეთი იქნება ეს საფრანგეთი თუ სხვა ქვეყანა მაგას არ აქვს მნიშვნელობა მონაწილეობას ჩვენ ვიღებთ იმ ხალხის საპატივცემულოდ რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა დღეს რამდენი ვეტერანია კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ ვიცი მაგრამ არიან დარჩენილები ვეტერანები მე რავი მე მგონია რომ უკვე აღარც არიან და თუ ვინმე არის საერთოდ როგორ უვლის ხელისუფლება ხელის გულზე უნდა ვატაროთ ჩვენის ხალხი თუ კი არიან დარჩენილები უნდა შევხვდეთ, უნდა მიულოცოთ, დავეხმაროთ, რავი, ყველანაირად გვერდში უნდა დაუდგეთ. აი ეს არის ჩვენი ვალი. ყველას. ზარია. საღამომშვიდობისა, ბატონო დიორგი. საღამომშვიდობის. აი, იცი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, იმიტომ აქ ჩამომცვლელი, უკან წამცვლელი აღარ იქნება, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? თავრობას ამაზე ზეწოლა აქვს თუ თავისი ინიციატივით უშვებს ასეთ კანონებს, რომ ასეთ უფლება მისცემს უყველას შემოვიდეს ვისაც როგორ უნდა. ეს ძალიან მაინტერესებს ეს. ქალბატონო, არა, მე უბრალოდ თქვენ კითხავთ, თქვენი აზრით ვისი მხრიდან უნდა გქონდეთ ზეწოლა. კარგით, ადრე დასავლეთი რაღაცას აძალებდა, თვითონ ამბობდნენ, რომ დასავლეთი გვაძალებდა, ეხლა დასავლეთს მოუწყდით და ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებთ. დღეს ვინ აძალებს? საუდის არაბეთი აძალებს, ბაჰრეინი აძალებს, ომანი აძალებს, ვინ აძალებს მითხარით? ბატონო გიორგი, ჩემი შეკითხვა უფრო რიტორიკული იყო, იცით რატო? როდესაც ჩვენი მთავრობა იძახის, რომ მე დასავლეთი მაძალებს და მე უძლური ვიყავი და ვერ უწევდი წინააღმდეგობას და მიჭირდა წინააღმდეგობის გაწევა, მითით რა ვფიქრობ? დიახ. მათემატიკური ამოცანის ამოხსნა უჭირს იმას, ვინც ამ მათემატიკა არ იცი. გეთანხმებით. ესე იგი, მან განაცხადა, რომ მე პოლიტიკაში უძლური ვარ, სუსტი ვარ. და მაშინ რა უნდა ხელისუფლებაში? აი ეს მაინტერესებს ძალიან. კარგად გაგდებოდეთ. დიდი მადლობა ზარისთვის. გეთანხმებით. კარგი მაგალითებიც მოიყვანეთ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამას ისმენს და ხვალზე მათ რომ მსგავს კითხვებს დაუსვავენ, რაღაც პასუხს მაინც გაგვცემს. იმიტომ რომ დღეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მოიზიდოს ტურისტები. თუმცა რამდენად საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმი იმ ქვეყნებიდან, რომელიც არის ჩამოთვლილი იმ 17 ქვეყანას გულისხმობ. ეს სერიოზულად სადაო თემაა. იმიტომ რომ მე მაგალითად ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს. ხომ გითხარით რომ დიდი ნაწილი თბილისიდან რომ გავიდა რეგიონში, ქართველებს გულისხმობ, იმიტომ რომ თბილისში ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც ცხოვრობს, თავის დროზე რეგიონიდან არის ჩამოსული. და როდესაც აღდგომა ან სხვა რომელიმე დღესასწაული ჩადის რეგიონში. აღდგომაზე რომ ჩავიდნენ რეგიონში, ქუჩაში რომ დავდიოდი, სულ უცხოელები მხვდებოდნენ, მართლა გეუბნებით. იმ ქართველი თუ აი ალბათ 20-25% ქართველი თუ შემხვდებოდა, სულ უცხოელი განსაკუთრებით საღამოს. და თუ კიდე რამოდენიმე ტალღა ამ ეგრეთ წოდებული ტურიზმის მოხდება საქართველოში, მე არ ვიცი მე რა იქნება. ზარია შემოუშვით. დიახ, ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. კითხვები მინდა რომ დაუსვამე. დიახ, დასვით. დასვით კითხვა. ჯერ ლაპარაკობს ისე და არ ლაპარაკობს, არა, მე გელაპარაკებით თქვენ. ტელევიზორში გვიან მოდის ხმა. და რა მინდა იცი? ჩვენი დროით ვართ ზე და არ თვარი არ არის ამოსულა და ჩასულა ვართ მოსკოვის დროზე კომუნისტების დროს ვიყავით ჩვენ დროს და რა ხდება არაფერი არ ხდება ქვეყანა მიიღო გადაწყვეტილება და დაწესდა კონკრეტული დრო რა უნდა ხდებოდეს რატო ჩვენი დრო უნდა ქონდეს ქართული დრო არ არსებობს არც ქართული დრო არსებობს, არც რუსული დრო არსებობს, არც სხვა. დრო და მზისჩასულა ადრე მთხოვდა ჩვენ და კეთილი, კარგით. ეს კითხვა ადრე იყო ზაფხულზე, ჩვენ სხვა დროზე გადავდივართ ზამთარში, სხვა დრო გქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა და წლის განმავლობაში ერთ დროში ვართ ჩვენ.
ну ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი დამიჯერეთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში და ერთ-ერთ ზარი ეთერში გარეთ შემოუშვით მე გავაგრძელებ ისაუბრეთ ეთერში ბრძანდებით ბატონო პირველად ეკავა დიახ ხალბატონო მე გამოვდივარ თქვენთან და ხალბატონო ტელეფონით ხომ ისმენთ ტელეფონით გააგრძელეთ საუბარი ტელევიზორს ჯანმრთელობა და ბევრად გომას დაესწარეთ შვილო ბევრად გომას 80 წლის კალი ვარ დიდი მადლობა ხალბატონო თქვენს ასევე თქვენი იმედი გვაქვს შვილო ისევე თქვენ თუ გამოასწორეთ თქვენი არხი პირველები ხარ პირველები ყველას წინაშე და გმეცავს გულით და ვარ თქვენი ამირჩეველი და თქვენ მე რა შემიძლია მეცმა თქვენ შეგეძლებინოთ ამ ქვეყანას თქვენ პატრონო თქვენ არხმა თქვენმა კოლექტივმა გლოცავს უყოლას ჟურნალისტებთან ყველას დალოჩილები გამყოფოთ უკანასილო დალოჩილები დიდი მადლობა ხალბატონო დიდი მადლობა ასეთ თბილი სიტყვებისთვის თქვენს მრავალ აღდგომას დაგასწროს უფალმა ჯანმრთელობას გისურვებთ და ხნეთ იყავით იმედი მაქვს რომ ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ მეც მაქვს ამის იმედი და თქვენც უნდა გქონდეთ კეთილი ანუ ისევ ჩვენ თემას ვაგრძელებთ ქვეყანა რამდენად შეუძლია ჩვენს ქვეყანას რომ ამდენი ტალღა შემოსულების ტალღა დატიოს ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ქვეყანას აქვს ამის რესურსი და მე თქვენ გეტყვით რაზე კეთდება გათვლა ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 800,000 ადამიანი აი ის ადგილი სანამ ისინი დაბრუნდებიან უნდა შეივსოს ფაქტიურად ანუ აქ შევსება იმაზე კი არა ეხლა ოჯახებში ხო არ შეუვარდებიან მაგრამ რაოდენობით თუ უცხოელი შემოვა საქართველოში და ეს უცხოელი იქნება იმ დასახელებული ქვეყნებიდან მათი მართვაც და მათზე კონტროლი ადვილი იქნება ხელისუფლებისთვის არჩევნების დროს ვამბობ თორე სხვა დანარჩენ საკითხში ისინი უმართავები იქნებიან მათ სულ სხვა კონტროლი ჭირდებათ სრული მართვის კუთხით და ეს კონტროლი საქართველოში არავის არ ექნება ზარი ეთერში მოგესალმებით Lucot აღდგომას დაესწრეს მრავალ ძედებს თქვენს ასევე მრავალს დაესწრეთ ერთი ამთავრობის ქმედებისა რატო გიქვით შემოგარგებო როდესაც ბიზნესმენი აირჩიეთ სახელმწიფო სათავეში ბიზნესმენის ფსიქოლოგია მისი გაგება ყველაფერი არა გამომდინარე აქედან გამოდის მერე დანარჩენი ყველაფერი ამას გეტყვით დიახ გისმენთ გააგრძელეთ გაგრძელოთ ახლა მე რა გითხრათ მოკლედ ეს არის ახლა საუბარი სხვა არის კი ბატონო გეთანხმებით მაგრამ მე არ მithქვამს რომ მე მიკვირს ამ თავრობის მე უბრალოდ ვთქვი რომ მოდით ერთად ვიმსჯელოთ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ან არ წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადადგმული ნაბიჯი მე ეს ვიგულისხმე თორე ნამდვილად არ მიკვირს არც ეს მიკვირს და არც ბევრი სხვა რაც აქამდე მომხდარა და დამიჯერეთ ბევრი რაღაცა უახლოეს პერიოდშიც მოხდება და ისიც არ უნდა გაგიკვირდეთ იმიტომ რომ ეს მოსალოდნელია ზუსტად იმის გამო რომ ბიზნესმენი მარტო ერთი ბიზნესმენი კი არა ბიზნესმენები არიან ხელისუფლებაში ეს არის დიდი პრობლემა მაგრამ ხალხმა ბევრმა ჯერ ვერ გაიგო რომ ქვეყანაში შენ შეიძლება შეინარჩუნო ძალაუფლება ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგი პოლიტიკოსი ხარ მე შემიძლია დაგისახელოთ არაერთი ქვეყანა აი იგივე ავიღოთ მაგალითად მუსოლინის ბენიტო მუსოლინის მმართველობის პერიოდი ის 22 წელს მოვიდა ხელისუფლებაში 24 წელს მან აგრძალა ყველა პარტია და 53 წლამდე ჰიტლერთან ერთად მოდით ასე ვთქვათ 53 წლამდე იყო სათავეში ქვეყნის სათავეში ეს დიქტატურა აქ პოლიტიკური ნიშნები
არაფერი არ იყო, ანუ არ იმჩნევა მაგას პოლიტიკოსობის არაფერი. აქ ემჩნევა რომ არის ბელადი, არის დიქტატორი, ტირანი და არ უშვებს სადავეებს ხელიდან. ნუ ასეთი რამე რა თქმა უნდა, ბევრს შეუძლია, ბევრ ტირანს, ბევრს დესპოტს, ბევრს დიქტატორს ეს შეუძლია და სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი პოლიტიკოსია. და კარგი პოლიტიკოსი ყოველთვის ლავირებას უფრო ანიჭებს უპირატესობას და აი ამ ლავირებით, ამ მოქნილობით ცდილობს რომ დარჩეს და შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური სკამი, მოდით ასე ვთქვათ, რომელიც თავის დროზე ანდო ხალხმა და როდესაც ხედავს რომ ხალხი უკვე პირდაპირ გამოდის, არ აღიზიანებს, ტოვებს და მოდის სხვა დროთა განმავლობაში ხალხი თუ ხვდება რომ არა ის ძველი ჯობდა, ისევ ირჩევს იმ ძველს და ასე ხდება ჩანაცვლება. არავინ არ ცდილობს რომ ჩაეჭიდოს სკამს და ნორმალურ პოლიტიკოს გულისხმობ და აი ამ სკამს მე ცოცხალი თავით ხელიდან არ გავუშვებ. არ არის ეს ნორმალური კაცო. არა ეს არ წაადგება არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ერს. ზარი ეთერში. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდება. ისაუბრეთ, ტელევიზორს ნუ უსმენთ, ტელეფონით მესაუბრეთ. დიახ, ხალბატონო, გისმენთ. რუსთავიდან გაწუხეთ, გენაცვალე. როგორ? რუსთავიდან გაწუხეთ. დიახ, გისმენთ, ხალბატონო, გისმენთ, ისაუბრეთ. მე ვარ 85 წლის ატილჩემულო. მერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. დიახ, ეს 4 თვეა ჩავარდნილი ვარ ლოგინში. ვეღარ დავდივარ. სახლი დამეწვა ბატონო, მისმენთ გენაცვალე. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ, ხალბატონო, თქვით თქვენი სათქმელი. სახლი დამეწვა. ცხოვრობ დამწვან სახლში. თავრობამ წერი დაგვეხურა, მაგრამ დანარჩენი არაფერი. ემ სოციალურს ვიღებდი საჭმელს, იქაც ვეღარ დავდივარ, ლოგინათა ვარ ჩავარდნილი. და რა მინდა რომ გითხრათ, იცი? შარშა მე მოვისმინე, რომ ღარიბაშვილი მივიდა ერთ ოჯახში 9 მაისს. ხო და იქ მიულოცა ეს 9 მაისი. ხო და მე მაგალითად შემიძლია დავამტკიცო, რომ ვარ ჩემი მამა დაიღუპა სანამულო ომში. მაქვს საბუთი მაქვს მე. ხო. მისმენთ ბატონო. დიახ, გისმენთ, ხალბატონო, გისმენთ. ხო. ესე იგი მე ჩემ შვილს მიეცი 2 ბინა რუსთავში, მარტო ხელაქალმა. მე როცა ეს ფული ფუჭდებოდა 33,000 იქ დამრჩა. მე რადგან სახლი დამეწვა, მოვითხოვე რომ ჩემ შვილს კუთხე მოეცა იქ, მაგრამ უარი მითხრა. ესე იგი თავრობამ ეს იყო 2017 წელს, რომელმაც უჩემოდ გადაიფორმა ბინა და იმის საბუთი არ მომცეს მე რუსთავის მერიამ, რომ მე მაგალითად იქიდან წილი ამეღო და ესე უბედურათა ვარ. გასაგებია, ხალბატონო, ნუ ეს არის თვითონ ოჯახური ტრაგედია, ეხლა შვილი რო ასე მოექცევა დედას, ნუ მე არ შემიძლია ეხლა სხვის ოჯახში ცხვირი შევყო. ნუ რაც თქვენ მოყვებით, ეს არის თქვენი ოჯახური ტრაგედია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს სად იყო მისული, მე არ ვიცი. და არ ვიცი, ეხლა ალბათ გვისმენენ და თქვენთან გამგეობიდან თუ ვინმე მოგაკითხავს, კარგი იქნება გამგეობას, ეხლა თუ გვისმენენ, მინდა უთხრა, რომ იქნება მიაკითხოთ და ხალბატონს— დაეხმაროთ. ზარი ეთერში.
ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ ქრისტიანს გა. ჭეშმარიტად აღზრდა. გილოცავთ აღდგომას და მრავალ ზაის არის. არ ვაპირებდი თქვენ შეწუხებას შემოძვირფასო და ჩართვას ავათავართან, მაგრამ ორი სიტყვით დაგაკავებთ, ეს თქვენი კოლეგა ვარ, ამჯერად უშევარი ვარ სახლში. აი ქალბატონი რო ჩაგერთო წინაზე და გითხრათ რომ ბინაო, რა ბინაზეა ლაპარაკი, უბრალოდ არ შემიძლია ეს თემა არ გავაჟღერო და რა კანონებზეა ლაპარაკი, როცა ქალმა 7 წელიწადია საქალაქო სასამართლო მოვიგე და ჩემი ბანდიტი მოვალე, რომელსაც მთავრობაში ყავს მფარველი, არ მიბრუნებს ვალს და ვარ ქირით. უსახლკარო, უმუშევარი, ძირძველი თბილისელი და წამლის ფული არ მაქვს მეხუთე დღეა ავათავარ. რა კანონებზეა ლაპარაკი და რაც მინდა ერთი გითხრა და მეცად დაგაყოვნებთ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 1963 წელს შემოღებული გადაწყვეტილება აქვს კანონში, როდესაც ჯერ დაბადებული არ ვიყავი. ესე იგი ამ კანონში წერია ვალაუვალობის შესახებო. ესე იგი ადამიანი არ ისჯება და არ მიდის პასუხისგებაში. აი ამის გამო გაჯეჯილებული არის ჩემი ბანდიტი მოვალე და მისნაირი ბანდიტები თბილისში და ძალიან ბევრი 10,000-ზე მეტი ადამიანი ვართ უსახლკარო დარჩენილები. მე არავის დახმარებას არ ვითხოვ, არავის შეწუხებას არ ვითხოვ, მომცენ რაც მე ვემსახურე ქართულ ოცნებას 2011 წლიდან დღემდე სამსახური ჟურნალისტი გახლავართ პროფესიით, ფილოლოგი გახლავართ, თქვენი რედაქცია კარგად მიცნობს, თქვენი ჟურნალისტები ვიცავართ, თუ საჭიროა გვარდასახელსაც ვიტყვით მარინა ვარ გურასტაშვილი. არც სამსახური მაღირსეს წესიერი, საიდანაც გამანთავისუფლე სამსახური და ბაღში ვიყავი რაღაც საშინელ სტარზე 300 ლარიან ხელფასზე და უკანონოდ გამომიშვეს და დირექტორი დღემდე გაყვირის რომ მთავრობაში მფარველი მყავსო და სადაც გინდა მიჩივლეო ვერ მაჯობებ, ეს არის ნანი ჯანელიძე 91 საჯარო ბაღის დირექტორი და უმუშევარი ვარ 3 წელია და ვარ ასეთ გაჭირვებაში და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მე ჩემი კუთვნილი ვალი ვერ ამიღია და ეს არბუზგის სასამართლოს გადაწყვეტილება როდემდე უნდა ატრიალოს ქართულმა ოცნებამ რომ არ დაისაჯოს ვალის გადაუხსნელობის გამო ადამიანი რომელთანაც მოგებული მაქვს პროცესი 63 წელში შემოღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯეჯირობს ასეთი ბანდიტები დღეს. აი ეს მინდოდა მე თქვა პატივცემულო ძალიან ბოდიშგიხდით რომ შეგაწუხეთ ბოდიშგიხდით ემოციისთვის უბრალოდ მაღალ სიცხიანი გირეკავთ და არ შემეძლო რომ არ მეთქვა რა. აი ასეთი კანონები თუ არის დღეს დაჩაგრულები ადამიანი რომელიც 2011 წლიდან ქართული ოცნების გვერდით უდღევარ დღემდე და არ გავყიდულვარ არავიზე. აი ასეთი კანონები თუ არის დაჩაგრული მე და ჩემსავით ძალიან ბევრი კიდე რა. იქნება მოვიდოდ რო ქალბატონო. თბილისში არც ერთი საკანონმდებლო ინსტანცია რომ არ მეჩივლა, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე. ქალბატონო, იქნება დადგა დრო რომ სხვას დაუდგეთ გვერდში. აი არ ვიცი რა და ვიც მე ხა თქვენებიდან ილია მიცნობს კარგად ჩაჩიბაია, ნინო მიცნობს მიქიაშვილი კარგად. ბონდომ ძინარაშვილს ვიცნობთ ამ მთელი ცხოვრება და ძალიან პატივს ვცემ და ირმა რომ აშკაცი გოგოა ეკიტი ფაქტის ახეზია რა. ღმერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ სიკეთეს გისურვებთ რა და დიდი მადლობა. გაიხარეთ თქვენს ასევე. სამწუხაროდ, როდესაც სწორად გამიგეთ, როდესაც ეთერში გაჟღერდება ხოლმე რაღაც სადაო საკითხები, სასამართლო დავა, ანუ ისეთი საკითხები, რომლის არც გადამოწმება არ შემიძლია, არც ის ვიცი, არც ნიუანსებში ვარ შესული და არ ვიცი მტყმან მართალი, ეხლა ერთი მხარეს რომ მოусმენ, ეხლა რაღაც ანალიზის გაკეთება ძალიან რთულია და არასწორად მიმაჩნია. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ სიმართლეს ამბობთ და იმედი მაქვს, რომ თქვენი სიმართლე ოდესღაც გაიმარჯვებს. სხვა არაფრის თქმა მე არ შემიძლია. რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობა, სტრასბურგის კანონმდებლობას ჩვენი ხელისუფლება ისე იყენებს, როგორც მას სჭირდება, ეს ხომ ყველასთვის არის ნათელი. თუ ჭირდება, ესე იგი, აპილირებს სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, თუ არ ჭირდება, აპილირებს სხვა რომელიმე კანონზე. კი ბატონო, ზარია ეთერში? არ არის ზარი ეთერში, კი ბატონო. ჯერჯერობით არ არის, შეგიძლიათ დარეკოთ 5 წუთი გვაქვს დარჩენილი. შეგიძლიათ დარეკოთ, მოასროთ. შეიძლება ეს იმ თემასთან არ იყოს კავშირში, რა თემაც მე თავიდან
დავიწყე, რა თემითაც დავიწყე მე გადაცემა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თემა გააჟღეროთ პირდაპირ ეთერში, მაგრამ თქვენ ეს იცით. ამიტომ დარეკეთ და სიამოვნებით მოგისმენთ. რაც შეეხება კიდე იმ თემას, რომლითაც მე დავიწყე გადაცემა და ვცდილობდი რომ თქვენთან ერთად მემსჯელა, რამდენად არის საფრთხის შემცველი ასეთი გამარტივება იმ ქვეყნებისთვის, იმ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამარტივება საქართველოში შემოსვლის. რამდენად ქმნის ან არ ქმნის საფრთხეს თქვენი აზრით, მაგრამ ჩემი აზრით საფრთხე იქმნება. თქვენი აზრით ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ზარია, გისმენთ? ისაუბრეთ, გისმენთ? რა თქმა უნდა, საფრთხეა შემოყვანილობა. საფრთხე ამდენი უარგისი შემოვა კაცმასი ვიცემები საერთოდ უბრალოდ ულტიმატი ადრესი უნდა ბუჯეტი ლაპარაკობენ ფოტოჩიგერდელოზე ქართული ხალხი და სამთამეტი თანხები აღარ ამოდის ეს დავწები და ზოგი მიდის ხოდა მე დარწმუნებული ვარ ესენი რომ შემოვიდა აუცილებლად ისინი დააკეთა მე დავწები რამოდენიმე ხალხი და ისეთად უმუშავე ქართულ ხალხს რაღა ამათი დამატება უნდა. ჩვენები ხო ამას ვერ გააკონტროლებთ. სანქცი არ არის ამით გაკონტროლებით რა. ვერ გააკონტროლებთ და ამიტომ ლაპარაკობ მე რომ. დიახ. იმიტომ რომ იმდენი ხალხია, ჩემო ძირფასო ხალხო, რომ ისეთ ქართული ხალხი აქეთ გარბის. ვიღაცები შემოდიან. და ირსება ეს სხვადასხვა ნაციების ეს ხალხი და აუცილებლად გაუწევდება ქართულს და მე მგონი რომ საფრთხეს ქმნის ეს მაინც შეიძლება რაღაცა ნაციის ტურისტები ზოგი შემოვიდეს რომელიც ტურისტულად იქნება მაგრამ ბევრი შემოვა დარჩება ესედაც გავწებულია მთელი თბილისი და ამიტომ ვფიქრობ რომ მე თქვენ აზრზე ვარ აუცილებლად რაღაცა ნაციის საფრთხე შეიქმნა. და ამიტომ ეხლა ქართველებს რაღაცა მთავრობამ რაღაც უნდა იმოქმედოს რაღაცა კანონით ანუ შემოვლენ იყვეს ის მიცემული ის დრო და როგორღაც ვის გადააცილეთ და გაუშვან გავარიგო კაცო რა ვიცი. არა, აქ დრო მათ შემოსვლის შემდეგ, მაგათ რა თქმა უნდა, აქ დარჩენის დრო აქვთ 6 თვე თქვათ 1 წელიწადი და მერე უნდა დატოვონ, მაგრამ დატოვებაში იგულისხმება უნდა გავიდეს, თუნდაც თურქეთში გადავიდეს 2 საათით და გადმოვიდეს უკან და ისევ ახალი ათვლა იწყება ამ დროის. ეს ყველამ კარგად ვიცით. საუბარი სხვა რამეზეა. ის ადამიანი, რომელიც შემოდის ანუ სიკეთის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის თუ საფრთხის. ანუ თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ შეიძლება ტურისტიც იყოს. ნუ თუ ტურისტი იქნება დაახლოებით 20-25, კაი 30% ტურისტი იქნება, დანარჩენი შემოვა სულ სხვა მიზნით, ხო? ანუ ალბათ სამომავლო დარჩენისთვის. სავარაუდოდ, ხო? ანუ მოძებნის ადგილს, აქ იყიდის უძრავ ქონებას. მე დროთა განმავლობაში მიიღებს საქართველოს პასპორტს, როგორც ხდება ხოლმე. და რისთვის უნდა ჭირდებოდეს ეს ხელისუფლება შეიძლება კითხვა დასვას მაყურებელმა თუ ამ ქვეყნებიდან დიდი ნაკადი შემოვა აქ დროთა განმავლობაში მოხდება მათი აქ ასე ვთქვათ დაბინავება მე კიდე რაღაც პერიოდის შემდეგ სტატუსის მინიჭება ანუ მოქალაქეობის მინიჭება აღება ის ადამიანი ყოველთვის მერე ხელისუფლებას აძლევს ხმას არჩევნებზე როგორც მოქალაქე ეს გეგმა ქონდა სააკაშვილს მე მინდა გითხრათ ეს არ არის სიახლე ეს გეგმა ქონდა სააკაშვილს დაახლოებით 126,000 ჩინელი უნდა შემოეყვანა და დაახლოებით 50,000 თურქი უნდა შემოსულიყო და მოქალაქეობა უნდა მიიღოთ. ნუ 50,000-მა ვერ მიიღო დაახლოებით 26-მა და 126,000 ჩინელი არ შემოვიდა ისე რომ პასპორტი მოქალაქეობა აეღო. თორე ეს გეგმა ქონდა სააკაშვილს. დაახლოებით 200,000 კაცი მუდმივი ელექტორატი პლუს აქაური მუდმივი ელექტორატი კიდე ერთი 400,000 კაცი ეს არის გარანტირებული ხელისუფლებაში ყოფნა, რა ვიცი, უვადოთ. ამას ცდილობს დღეს
ჩვენი ხელისუფლება. იგივე გეგმა შეიძლება ეს იმ ნაციონალების გეგმა იყო სააკაშვილის პერიოდში და ამ გეგმას აგრძელებენ ის ნაციონალები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში. ხო, გადაპორტირდნენ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ეს გეგმა უბრალოდ გრძელდება. ჩვენ ქართველებმა არ უნდა მივცეთ საშუალება არც ერთ ხელისუფლებას, რომ მსგავსი რაღაც ტრიუკი ჩაატაროს და მე მუდმივი ელექტორატი ყავდეს, ასე ვთქვათ, მისი სიცოცხლის განმავლობაში. მე მართლა ვერ მოიშორებ და რევოლუციების მართლა რევოლუციის დამწყები ამ ქვეყანაში უკვე ხალხი აღარ დარჩა. უკვე დაღლილია ხალხი ამ ყველაფრით. ადამიანებს დასვენა ცხოვრება უნდა ადამიანებს. ნორმალური სამსახური, ნორმალური ხელფასი, გართობა და არა იმაზე ფიქრი, რომ ხვალ სადვიშოვო ფული, ბავშვებს რა ვაჭამო, ზეგ რა ვქნა, ხო არ დავტოვო ქვეყანა და უცხოეთში ხო არ წავიდე სამუშაოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნორმალური ცხოვრება უნდა და დღეს მარტო ელიტა ცხოვრობს ნორმალურად. სხვა დანარჩენი ცდილობს რომ იარსებოს. კეთილი. კარგით მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას, ორშაბათს და ვიქნებით 8:30-დან 10:30-მდე. კარგად ბრძანდებოდეთ.